რუსეთის საჰაერო ძალები ინგრევა. ამჟამად რეალურ დროში საბრძოლო თვითმფრინავები ჰაერში ფუჭდება, ძრავები ითიშება, ბომბები თვითმფრინავებიდან აფრენისას ცვივა. და ზოგ შემთხვევაში რუსეთი თვითმფრინავებს კარგავს ისე, რომ უკრაინას არც კი უსწრია. ეს ის საჰაერო ძალებია, რომლებიც ცას უნდა დაეპატრონებინა. ამის ნაცვლად თავად ინგრევა. და სწორედ ეს ხდის ამ ყველაფერს ისტორიულ მარცხად, რომელსაც პუტინი ვერ დამალავს. რადგან როდესაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო თავისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, საჰაერო ბრძოლაში შედეგი თითქოს გარდაუვალი ჩანდა. დასავლელი ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ რუსეთი რამდენიმე დღეში საჰაერო უპირატესობას მოიპოვებდა. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები ომში შევიდნენ დაახლოებით 1500 საბრძოლო თვითმფრინავით, რაც უკრაინის ომამდე ლავია-პარკზე 12 ჯერ მეტია. მან გამოიყენა თანამედროვე გამანადგურებლები, როგორიცაა Su-35S, Su-30SM და Su-34, რომლებსაც მხარს უჭერდა შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვა, სტრატეგიული ბომბდამშენები და საჰაერო რადარის სისტემები. უმეტესობის შეფასებით უკრაინის საჰაერო ძალები ერთ კვირასაც კი ვერ უნდა გაძლებოდნენ. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ უკრაინის ავიაპარკი შედგებოდა მოძველებული საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავებისგან, რომელთა უმეტესობა წლების განმავლობაში არასაკმარისი დაფინანსების გამო ცუდად იყო მოვლილი. მაგრამ საჰაერო უპირატესობისკენ მიმავალ გზაზე უცნაური რამ მოხდა. რუსეთმა რეალურად ბევრად უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და მისი საჰაერო ძალები ომის 4 წლის განმავლობაში თვიდან თვემდე უარესდებოდა. ხედავთ, რუსეთის საჰაერო და კოსმოსურმა ძალებმა, ანუ UKS-მა, ეს ომი ფუნდამენტური პრობლემით დაიწყო. მისი მთელი სამხედრო დოქტრინა თავდაცვით მოდელზე იყო აგებული. რუსი პილოტები გაწვრთნილნი იყვნენ სახმელეთო მაკონტროლებლების მუდმივი მითითებებით ემოქმედათ, რათა მოეგერიებინათ შემოსული საფრთხეები და არა ეხელმძღვანელად რთული შეტევითი ოპერაციებისთვის სადავო საჰაერო სივრცეში. როდესაც რუსი მფრინავები იძულებულნი გახდნენ შეესრულებინათ ღრმა შეღწევის მისია ქვეყანაში, რომელიც აღჭურვილი იყო თანამედროვე საზენიტო სარაკეტო სისტემებით, პორტატული საზენიტო კომპლექსებით, რადარის ქსელებით და სულ უფრო ძლიერი დასავლური გამანადგურებლებით, რუსულ ავიაციას გამოუჩნდა სტრუქტურული ბზარები, რომელსაც თვითმფრინავების რაოდენობა ვერ დაფარავდა. უკრაინული საჰაერო თავდაცვის ჩახშობის უუნარორობის გამო რუსული თვითმფრინავები გადაერთნენ დისტანციური შეტევის ტაქტიკაზე, მაგრამ მისიები არასოდეს შეწყვეტილა და ეს დაუღალავი ტემპი ახლა მთლიანად ანადგურებს ავიაპარკს. ყველაზე ნათელი სურათი VKS-ის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ გამოჩნდა 2026 წლის მარტში, როდესაც უკრაინულმა OSINT ჯგუფმა OSINT Flow გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული რუსული სამხედრო ავიაციის უსაფრთხოების ანგარიში, რომელიც მოიცავდა მხოლოდ 3 კვირას ოპერაციებიდან 2025 წლის 29 დეკემბრიდან 2026 წლის 18 იანვრამდე. დოკუმენტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია მოსკოვს, მაგრამ მას აქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ ეს ნამდვილი რუსული სამხედრო შიდა ანგარიშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თვით რუსული საჰაერო ძალების არაოფიციალურმა ტელეგრამ არხმა Fighter Bomber-მა, რომელიც რეგულარულად ამხელს უკრაინულ განცხადებებს, არც კი სცადა ამ დოკუმენტის უარყოფა. და რაც დოკუმენტი აჩვენებს, მართლაც შთამბეჭდავია. 3 კვირაზე ნაკლებ პერიოდში რუსულმა სამხედრო ავიაციამ 24 სხვადასხვა ინციდენტი დააფიქსირა, სულ მცირე 18 აეროდრომსა და ბაზაზე. მაგრამ ეს არ იყო საბრძოლო დანაკარგები უკრაინის მხრიდან, რომელიც გაბედულ მცდელობებს ახორციელებს დრონებით რუსეთის სიღრმეში დარტყმების მისაყენებლად. ამის ნაცვლად ეს თითქმის ყოველთვის იყო მექანიკური გაუმართავობა, ეკიპაჟის შეცდომები და სტრუქტურული პრობლემები, რომლებმაც თვითმფრინავები ჩამოაგდეს ისე, რომ არც ერთი უკრაინული რაკეტა არ გაშვებულა. და ყველაზე გავრცელებული პრობლემა ელემენტარული ძრავის მწყობრიდან გამოსვლა. მარფლა 24 შემთხვევიდან 9 ერთსა და იმავე ორ კაბინის გაფრთხილებას უკავშირდებოდა მეტალის ნამსხვრევების ზეთში და ზეთის დაბალი წნევა, რასაც მოხვებოდა გაზის შემცირება, ძრავის გამორთვა და ერთძრავიანი საგანგებო დაშვება. დაზარალებული თვითმფრინავები მოიცავს როგორც Su-34 და Su-30SMS, ასევე Su-35SS და ისეთ სატრანსპორტო თვითმფრინავებსაც, როგორიცაა ANAS-24 და Il-76. იგივე გაუმართავობის რეჟიმი სრულიად განსხვავებულ თვითმფრინავებზე სხვადასხვა ბაზაზე, საერთო მისიის ტიპის გარეშე. ეს ტენდენცია ყველა ნიშანს ატარებს სისტემური ტექნიკური მომსახურებისა და ინდუსტრიული კოლაფსის, რომელიც მთელ რუსეთის საჰაერო ძალებშია გავრცელებული. ყველაზე დამანგრეველი ჩანაწერი დოკუმენტში ეხება Su-30-ის სამორის კუდის ნომრით 91. 2026 წლის 4 იანვარს თვითმფრინავმა ფლენის დროს გამოიწვია ზეთის მეტალის ნამსხვრევების სიგნალი მარჯვენა ძრავში. გამორთო მარჯვენა ძრავი და მხოლოდ ერთი ძრავით დაჯდა მილიროვოს ავიაბაზაზე. 5 დღის შემდეგ იმავე თვითმფრინავზე გაკეთებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ იგივე პრობლემა განმეორდა, იგივე ძრავი, იგივე სიგნალი, იგივე ერთძრავიანი დაჯდომა მილიროვოში. სამართლიანია ითქვას, რომ რუსეთმა არასწორად შეაკეთეს და თვითმფრინავი თითქოს და მოქმედებაში დააბრუნეს. ძირითადი პრობლემა კი არ აღმოფხვრეს.
ავიაციის ექსპერტმა ანატოლი კრაპჩინსკიმ 2025 წლის ინტერვიუში უფრო ფართო პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ რუსეთმა დაკარგა ცდომა უკრაინის მოტორსიჩის და ივჩენკო პროგრესის ძრავების მწარმოებლებზე. 2014 წელს ეს ფაქტი სერიოზულად შეეხო ავიაციის სექტორის გარკვეულ ნაწილებს, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ვერტფრენების ფლოტებს და მას შემდეგ მისი იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა სირთულეებს აწყდება აწყდება. Su-30-ის მორის კუდის ნომერ 81-ის განმეორებითი გაუმართაობა კი მკაფიოდ აჩვენებს ძალებში არსებულ ტექნიკური მომსახურებისა და შენარჩუნების პრობლემებს. შემდეგ სიტუაცია სუბლიმურიდან აბსურდულამდე გადავიდა. 2026 წლის 3 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მისიის შესრულებისას Su-34-მა ისეთი რამ განიცადა, რაც თითქმის შეუძლებლად ჟღერს. FAV 500 მართვადი პლანირებადი ბომბი თვითმფრინავიდან მაშინ ჩამოვარდა, როცა ბორბლები აიწია ბრძანების გარეშე. ბომბი, რომელიც აღჭურვილი იყო UMPK-ის მართვის კომპლექტით, ასაფრენი ბილიკის მიმართულებით, ასეულობით ფუტით წინ დაეცა. რაც კიდევ უფრო გასაოცარია, პილოტმა მისია მაინც გააგრძელა. თითქოს ახლახან არ დაეკარგა საბრძოლო მასალის ერთი ერთეული, რომელიც უკრაინის შორიდან დასარტყმელად უნდა გამოეყენებინა. ეს შემთხვევაც კი არ იყო გამონაკლისი. მონიტორინგის გამოცემა Astra-ს მონაცემებით 2026 წლის 5 მარტამდე სულ მცირე 10 რუსული საავიაციო ბომბი ჩამოვარდა რუსეთის ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამასთან 2025 წელს დაფიქსირდა მინიმუმ 153 ასეთი შემთხვევა, ხოლო 2024 წელს 165. აღმოჩნდა, რომ გლაიდ ბომბები, რომლებიც შეიძლება ითქვას რუსეთის მთავარი შეტევითი იარაღია, სპონტანურად ვარდებიან მისივე ტერიტორიაზე, თუმცა შემცირებული სიხშირით. ანგარიში ასევე ასახავს შემთხვევას, როდესაც Mi-8 ვერტმფრენი 2026 წლის 2 იანვარს ღამის საბრძოლო მისიის შემდეგ დაბრუნდა თავის ბაზაზე ჯანკოიში, ოკუპირებულ ყირიმში. როდესაც კუდის ბუმთან ახლოს 2 ძლიერი აფეთქება მოხდა და კონტროლის სრულად დაიკარგა. ეკიპაჟმა ვერტმფრენი მესამე მისვლაზე დასვა ფიქსირებული ფრთის ტექნიკით, რაც ძალიან რთული მეთოდია და ჩვეულებრივ გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კუდის როტორი სრულად გაუმართავია. ფრენის შემდგომა ინსპექციამ კუდის ბუმში თითქმის 1 ფუტი 1 ფუტზე ზომის ხვრელი, გადაჭრილი კაბელები, განადგურებული HF რადიოს ანტენა და ბრტყელი ლითონის ნამსხვრევი აღმოაჩინა. ის დაახლოებით პრინტერის ქაღალდის ფურცლის ზომის იყო და სატვირთო კაბინაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც მოცურავ კარში გაიარა და კაბინის ჯავშანტაფას დაარტყა. OSINT FLOW-მ დაასკვნა, რომ დაზიანების ხასიათი შეესაბამებოდა რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ნამსხვრევს და არა უკრაინულ ძალებთან საბრძოლო შეხებას. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ შეიძლება საკუთარი ვერტფრენი ჩამოაგდო. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით. ამ ეტაპზე რუსეთი ფართოდ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ საჰაერო თავდაცვის სისტემის მქონე ქვეყნად მსოფლიოში, რადგან 10 წლეულები ჩადო პროგრამებში, რომლებიც ამერიკულ დიზაინებს კონკურენციას გაუწევდა. და თუნდაც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ზუსტად ისე არ იმუშავეს, როგორც მოსალოდნელი იყო, მოკავშირეთა თვითმფრინავების ჩამოგდება ნამდვილად ძალიან დაბალი დონეა. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი მსგავსი შემთხვევა იყო იმ სამკვირიან პერიოდში, როგორც ეს OSINT FLOW-ის ანგარიშში აღნიშნული. მათ შორის იყო Su-35S, რომელმაც ტაქსირებისას თავისი გამაგრებული თავშესაფრის კარს შეეჯახა და დააზიანა თავისი ქიბნის ელექტრონული ომის პოდი, ასევე MiG-21BM, რომელსაც დამუხრუჭების პარაშუტის გაუმართავობის გამო თავარი შასის საბურავი აუფეთქდა. K-42 M-ტიპის საბრძოლო ვერტფრენი, რომელსაც ღამის საბრძოლო გაფრენისას ჰიდრავლიკური სისტემის სრული მარცხი განიცადა, იძულებითი დაშვება განახორციელა. და Tu-134A ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ფრენიდან მხოლოდ 13 წუთში მეთაურის საქარე მიუბზარდა. მათი სიმძიმისა და აშკარა მსგავსებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის საჰაერო ფლოტი ცდილობს იმ პირობებში იმოქმედოს და გაფრენები განახორციელოს, რისთვისაც ის არასდროს იყო განკუთვნილი. მაგალითად, რუსეთის საჰაერო ძალები რეალურადად ექსტრემალურ ტემპში აფრეს თავის თვითმფრინავებს 2015 წლიდან სირიის კამპანიის დაწყების შემდეგ. და ეს ტემპი რამდენჯერმე გაიზარდა 2022 წლის თებერვლის შემდეგ. რანდის კორპორაციის 2024 წლის ანალიზის მიხედვით, VKS თავის თვითმფრინავებს დაახლოებით 2-დან 4-ჯერ მეტ საათს აფრენს წელიწადში, ვიდრე თავდაპირველად იყო განკუთვნილი. ახლა მშვიდობიან პერიოდში ჩვეულებრივი გამოყენებისას ისეთი თვითმფრინავის, როგორიცაა Su-35S მისის Saturn 91, ძრავის სრულ ტექნიკურ შემოწმებას გადის დაახლოებით 1000 ფრენის საათის შემდეგ. მაგრამ რეალურ საომარ პირობებში თვითმფრინავს უწევს დაბალ სიმაღლეზე ფრენა და რელიეფის მიყოლა რადარის თავიდან ასაცილებლად რამდენჯერმე გამოიყენოს Afterburner-ი პლანირებადი ბომბის ჩამოგდების შემდეგ უკრაინის ტერიტორიიდან სწრაფად გასასვლელად და მტრის საჰაერო თავდაცვისგან თავის დასაღწევად მანევრირება. რეკომენდებული ტექნიკური მომსახურების ინტერვალი მოულოდნელად მცირდება 1000-დან მხოლოდ 700 ან თუნდაც 500 ფრენის საათამდე. რანდმა შეაფასა, რომ გადამეტებული გამოყენება მარტო რუსეთს წელიწადში დაახლოებით 26 თვითმფრინავს აკარგვინებს, ეგრეთ წოდებული მიჩნეული დანაკარგების სახით, რაც ნიშნავს თვითმფრინავებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ განადგურებულა, მაგრამ მეტალის დაღლილობისა და სვეთის გამო სამუდამოდ ან ნახევრად სამუდამოდ გამოთიშულია ექსპლუატაციიდან.
2023 წლის ბოლოსთვის ეს მიჩნეული დანაკარგები უკვე დაახლოებით 60 თვითმფრინავს შეადგენდა. ახლა კი ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია. და მდგომარეობა რუსეთისთვის კიდევ უფრო მძიმდება. ღია წყაროების სადაზვერვო ორგანიზაცია ORIX-მა ვიზუალურად დაადასტურა მინიმუმ 40 Su-34-ის განადგურება ან ხელში ჩაგდება. ასევე მაქსიმუმ 8 Su-35-ის, სულ მინიმუმ 170 ფიქსირებული ფრთის მქონე თვითმფრინავის და დაახლოებით 170 ვერტმფრენის. რუსეთის უფრო ძვირადღირებული ტექნიკაც კი არ დაზოგილა. უკრაინამ ჩამოაგდო მინიმუმ 2 ბერევ E-50U ტიპის რადარის თვითმფრინავი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება დაახლოებით $300 მილიონ შეადგენს. ამაში გამოიყენეს აშშ-დან მოწოდებული Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბჭოთა პერიოდის S-200 შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემა, რომლებიც მუშაობდნენ არატრადიციულ რადარის გამორთული რეჟიმებით. ეს A-50-ები ფაქტობრივად შეუცვლელია, რადგან რუსეთს არ აქვს სამრეწველო შესაძლებლობები და სანქციების გამო საჭირო ნაწილების შემოტანის უნარი. საბოლოოდ არტყმა ივნისში 2025 წელს მოხდა, როდესაც უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს 5 რუსულ ავიაბაზას, სადაც განთავსებული იყო მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენები რუსეთის ტერიტორიაზე, ქვეყნის სიღრმეში. მხოლოდ ერთ ღამეში განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა მინიმუმ 2 Tu-22 და 4 Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენი. ეს რესურსები თითოეული $100 მილიონი ღირს, მაგრამ ისინი ასევე ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომლითაც რუსეთი ატარებდა ძალის დემონსტრირებას სპირთული შეკავების გზით. ოპერაცია Spy. მიღებული ინფორმაციით, ოპერაცია Spider-Web-მა მთლიანობაში დააზიანა ან გაანადგურა დაახლოებით 40 სამხედრო თვითმფრინავი. სამიზნედ კი მხოლოდ დასრულებული თვითმფრინავები კი არა, არამედ თავად რუსეთის წარმოების შესაძლებლობაც აიღო. უკრაინის შესაძლებლობა დაარტყას ამ ობიექტებს, მაგრამ რაც თავარია, დაიცვას თავი რიცხობრივად უპირატეს მტერთან ბრძოლაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა დასავლური თვითმფრინავების სტაბილური მიწოდების შედეგად. 2024 წლამდე უკრაინა იყენებდა მოძველებულ საბჭოთა ეპოქის ავიაპარკს, რომელშიც შედიოდა MiG-27-ები, Su-27-ები და Su-25-ები, პლატფორმები, რომლებიც რუსეთს სრულად ჰქონდა შესწავლილი და მათი ტაქტიკური შეზღუდვები კარგად ესმოდა. მაგრამ ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან და ბელგიიდან F-16-ების მიწოდებამ დაიწყო ამ ბალანსის შეცვლა. მხოლოდ ნიდერლანდებმა 2025 წლის მაისში 24 F-16-ის მიწოდება დაასრულა. ნორვეგიამ 14 თვითმფრინავი შეიტანა, დანიამ 19-ის გადაცემაზე აიღო ვალდებულება, ხოლო ბელგიამ 2028 წლამდე კიდევ 30-ის მიწოდება დააპირა. შემდეგ საფრანგეთმა 2025 წლის განმავლობაში 6 Mirage 2005-ის ტიპის თვითმფრინავი გაგზავნა და შვედეთმა 2025 წლის ოქტომბერში განზრახულობის წერილი გამოაცხადა, რომ განიხილავს 150-მდე Sarjas 39 Gripen E-ის ექსპორტის შესაძლებლობას. განსაკუთრებით F-16-ები და Mirage-ები, Mirage უკვე ოპერაციულად იქნა გამოყენებული რუსული ფრთოსანი რაკეტების შესაჩერებლად. ამ თვითმფრინავებმა უკრაინას მისცა NATO სტანდარტის ავიონიკა, რადარი და ვიზუალური დიაპაზონის მიღმა მოქმედი რაკეტების შესაძლებლობა, რასაც როგორც ჩანს, საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავები ვერ უტოლდებოდნენ. რუსეთი პირველად ამ ომში აღმოჩნდა თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომელთა მოგერიების რეალური ცოდნა არ ჰქონდა. ამ გაურკვევლობამ უკრაინის წერტილოვანი თავდაცვის ქსელებთან ერთად, რომლებიც იყენებენ Patriots, NASAMS-ა და IRIS სისტემებს, რუსი პილოტები სულ უფრო მეტად დააფრთხო და აღარ სურთ სადაო საჰაერო სივრცეში შეჭრა. მაგრამ თუ გსურთ მეტი გაიგოთ, როგორ ახდენს დასავლური აღჭურვილობა და ტაქტიკა გავლენას უკრაინაში, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, რომლებიც ომის ყველა მოვლენას და გლობალური გეოპოლიტიკის განახლებებს ეხება. ახლა ავიონიკის სფეროში უკრაინის პროგრესის მიღმა რუსეთის დოქტრინალური პასუხი ფაქტობრივად კამათის საგანია დასავლელი ანალიტიკოსებისთვის. როდესაც უკრაინაზე საჰაერო დომინირების დამყარების გზა აღარ დარჩა, მას შემდეგ რაც ეს ვერ შეძლეს პირველ თვეებში, როცა შესაძლებლობა ყველაზე დიდი იყო, რუსეთი კიდევ უფრო მეტად დაეყრდნო გლაიდ ბომბებს. ესენია საბჭოთა ეპოქის FAB-500, FAB-1500 და კიდევ FAB-3000 ბომბები, რომლებსაც უმატებენ მარტივ სამიზნე სისტემებსა და ფრთებს, რაც საშუალებას აძლევს თვითმფრინავებს ბომბები 20-30 მილის დაშორებიდან ჩამოაგდონ და მაშინვე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. მას შემდეგ, რაც 2023 წლის დასაწყისში კვირაში რამდენიმე ათეული ბომბის სტაბილური წვიმით დაიწყეს, ბოლო შეფასებებით 2025 წლის ბოლოსთვის რუსეთი ფრონტის ხაზზე დღეში 100-მდე ბომბს იყენებდა. სტრატეგია სამხედრო თვალსაზრისით ეფექტური აღმოჩნდა უკრაინული პოზიციების დაბომბაში, მაგრამ გლაიდ ბომბების შეტევები ფრენის საათებს არ ამცირებს. აფრენა, გაშვებამდე ზონაში გადასვლა, იარაღის გაშვება და ბაზაზე დაბრუნება, პლავაც აჩენს ცვეთას დაჩენს, ცვეთას თვითმფრინავის ყველა კომპონენტზე. რუსეთმა შეიძლება იპოვა გზა, შეემცირებინა რისკი თავისი პილოტებისთვის და შეენარჩუნებინა ოპერაციული ტემპი, მაგრამ ვერ იპოვა გზა, შეემცირებინა ძრავების ცვეთა. გაჟონილი ფრენის უსაფრთხოების ანგარიში ამას ტრაგიკულად ნათელს ხდის. 9 ძრავის მარცხი სამკვირაში, თვითმფრინავებში, რომლებიც ძირითადად გამოიყენება გლაიდ ბომბების ჩამოსაგდებად, პირდაპირი შედეგია გაუმართავი ავიაპარკის დაუშვებელ ტემპში ექსპლუატაციის.
და რუსეთის შესაძლებლობა ჩაანაცვლოს ან შეაკეთოს ეს თვითმფრინავები თავად ავიაპარკთან ერთად ინგრევ. 2025 წლის ნოემბერში სამეფო გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტის ანგარიშში სახელწოდებით სუსტი მხარეების სუხოის წარმოებაში დეტალურად არის აღწერილი წარმოების კრიზისი. რუსეთმა 2022 წელს მხოლოდ 9 Su-34 გამოუშვა. 2023 წელს ეს რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლისთვის მიზნად მხოლოდ 17 ერთეული დასახული. Su-35S-ის მიწოდება 2024 წელს 12-დან 10 ერთეულს მიაღწია. შესაბამისად, Su-30-ის, Su-34-ის და Su-35-ის წლიური წარმოება ჯამში დაახლოებით 20 თვითმფრინავს შეადგენს. ორიქსის ანგარიშების სიხშირის მიხედვით ეს ძლივს ყოფნის დადასტურებული საბრძოლო დანაკარგების ანაზღაურებას. აღარაფერს ვამბობთ იმ დანაკარგებზე, რომლებიც გადამეტებული გამოყენების შედეგად გროვდება. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ეს არის. რუსეთის მზარდემა ეს არის. რუსეთის მზარდი იზოლაცია. წარმოება ძლიერ არის დამოკიდებული უცხოურ ჩარხებზე, სპეციალიზებულ ელექტრონიკაზე და კვალიფიციურ ინჟინრებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ემიგრაციაში წავიდა. სანქციებმა დაარღვია წვდომა ზუსტი წარმოების აღჭურვილობაზე, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოო ხაზების მუშაობას. იაპონური CNC დანადგარების სოდიქისგან ერთ კრიტიკულ ობიექტზე 2017 წელს დამონტაჟდა და მათი სიზუსტე 10 წლის განმავლობაშია გარანტირებული. რუსეთს აღარ შეუძლია კანონიერად მიიღოს მათთვის სათადარიგო ნაწილები ან შემცვლელები. დრო უკვე იწურება. თავდაცვის ინდუსტრიის კრიზისი, რომელიც აღწერა ჟურნალმა Defense-მა 2025 წლის ნოემბერში, კიდევ უფრო ღრმაა. რუსეთის თავდაცვის საწარმოები მუშაობენ იმ რეჟიმში, რომელსაც შიდა დოკუმენტები ხელით მართვის რეჟიმად აღწერენ. ეს არის ევფემიზმი იმაზე, რომ კომპანიები ვალების კრიზისებს კრიზისიდან კრიზისამდე მართავენ და არასტაბილურად მუშაობენ. ერთიანი საავიაციო კორპორაცია, რომელიც ზედამხედველობს ყველა რუსული საბრძოლო თვითმფრინავის Su-35-დან Tu-95 ბომბდამშენებამდე წარმოებას, ასობით სასამართლო დავაშია ჩართული გადაუხდელი კონტრაქტორების გამო. თავდაცვის კონტრაქტები სრულდება 2019 წელს დაფიქსირებული ფასებით, მაშინ როცა კომპონენტების ღირებულება, როგორც შიდა მიმოწერაშია ნათქვამი, ათეულობით ან თუნდაც 100-ჯერ გაიზარდა. კომპანიები თითოეულ მიწოდებაზე გარანტირებულ ზარალს იღებენ. ომისთვის მუშახელის მობილიზაციამ საწარმოო ხაზებიდან ტექნიკური მუშაკები წაიყვანა. და საექსპორტო ბაზარი, რომელიც ისტორიულად ასუბსიდირებდა თვითღირებულებაზე დაბალ შიდა მიწოდებებს, ხოლო მისი მთავარი მყიდველები იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, ეგვიპტე, ალჟირი და ვიეტნამი, თითქმის გაქრა. შედეგად, ჯეიმსთაუნის ფონდის მონაცემებით 2021-დან 2024 წლამდე რუსეთის იარაღის ექსპორტი სავარაუდოდ 92%-ით შემცირდა. ეგვიპტემ გააუქმა თავისი კონტრაქტი Su-35-ზე, ინდოეთმა ფრანგული რაფალი არჩია რუსულ Su-57-ზე. მაშინაც კი, როცა ზოგი ქვეყანა ნომინალურად კვლავ ინტერესდება რუსული თვითმფრინავებით, ისინი უკვე იწყებენ გადაწყვეტილების გადახედვას, რადგან აშკარა გახდა, რომ რუსეთს ვეღარ შეუძლია მიწოდების ვადებისა და სათადარიგო ნაწილების გარანტირება. Su-57-ის ექსპორტის პერსპექტივები თითქმის მთლიანად გაქრა. Su-75 Checkmate, Subuki, Stealth გამანადგურებელი, რომელიც თითქოსდა რუსეთის პასუხია F-35-ზე, პრაქტიკულად არავის დაუკვეთავს, ხოლო მისი ყველაზე სავარაუდო მყიდველი ბელარუსია, რომელიც ნამდვილად არ არის პრემიუმ ბაზარი. შემდეგ არის ჩინეთის საკითხი. 2000 წლეულის განმავლობაში ჩინეთი იყო რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლიენტი. ყიდულობდა Su-30M გამანადგურებლებს და ცდილობდა დაეუფლებინა რეაქტიული ძრავების ტექნოლოგია, რომელიც ჯერ არ ჰქონდა. დღეს ჩინეთი აწარმოებს J-25 მეხუთე თაობის უხილავ გამანადგურებელს და ექსპორტზე ორიენტირებულ J-35-ს, ასევე აქტიურად ყიდის თავის მეოთხე თაობის გამანადგურებლებს საზღვარგარეთ. ჯერჯერობით მხოლოდ პაკისტანმა მიიღო J-10C, მაშინ როცა ისეთი ქვეყნები როგორიცაა ირანი, ეგვიპტე, ინდონეზია და არაბთა გაერთიანებული საამიროები ინტერესს იჩენენ ან განიხილავენ შესაძლო გარიგებებს. ქვეყნებისათვის, რომლებიც ადრე მოსკოვს მიმართავდნენ ხელმისაწვდომი და ეფექტური თვითმფრინავების მისაღებად, პეკინი ახლა ანალოგიურ შეთავაზებას აკეთებს, თანაც მისი მიწოდების ჯაჭვები დასავლეთის სანქციებით არ ზარალდება. რუსეთის პოზიცია, როგორც დასავლური სამხედრო ავიაციის ხელმისაწვდომი ალტერნატივა, თლიანად შეირხა და ამასთან ერთად შემცირდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც მომდევნო თაობის განვითარებას აფინანსებდა. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაც ანალოგიურ კრიზისს განიცდის და ეს ორი სექტორი უფრო მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე ჩანს. გაერთიანებული საავიაციო კორპორაცია 2022 წელს რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა ამბიციური მიზანი. 2030 წლისთვის რუსული ავიაკომპანიებისთვის 10,000-ზე მეტი ახალი სამოქალაქო თვითმფრინავის წარმოება. მას შემდეგ გასული 3 წლის განმავლობაში რუსულმა ქარხნებმა სულ 13 სამოქალაქო თვითმფრინავი აწარმოეს. 2025 წელს რუსეთმა დაგეგმილი 15 კომერციული თვითმფრინავიდან მხოლოდ 1 ჩააბარა. 2024 და 2025 წლების წარმოების გეგმები 171 თვითმფრინავიდან 21-მდე შემცირდა. შემდეგ კი კიდევ ერთხელ შეიკვეცა, რასაც ოფიციალური პირები დაფინანსების სირთულეებს უკავშირებენ.
2030 წლისთვის 1000 თვითმფრინავის წარმოების მიზანი კრემლის საჯარო დრის წესრიგში ჩუმად გადაიხედა და განახლებული გეგმები ახლა უკვე 1000-ზე ოდნავ ნაკლებად წარმოებულ თვითმფრინავზეა გათვლილი, რადგან ვადები სანქციებისა და წარმოების სირთულეების გამო იწევს. ამასობაში რუსეთის სამოქალაქო ავიაპარკი, რომელიც 700-ზე მეტ თვითმფრინავს მოიცავს და ძირითადად Airbus-ისა და Boeing-ის მოდელებითაა წარმოდგენილი, ახლა უკვე ეგრეთ წოდებული რუხი ბაზრის კომპონენტებზეა დამოკიდებული. და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთმა შეიძლება 2030 წლისთვის სამოქალაქო ავიაპარკის თითქმის 30% დაკარგოს, რადგან სანქციებმა სათადარიგო ნაწილების მიწოდება მნიშვნელოვნად შეზღუდა. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ კოლაფსის დაწყების ნიშნებს. მაგალითად, AN-22 მძიმე სატვირთო თვითმფრინავის შემთხვევა, რომელიც 2025 წლის დეკემბერში მოსკოვთან ახლოს შუაზე გაიყო და ჩამოვარდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი, როგორც იუწყებიან, მისი დაგეგმილი ჩამოწერის თარიღზე 1 წლით მეტხანს დაფრინავდა. ეს სავარაუდოდ ბოლო AN-22 იყო რუსეთის ავიაციაში. აი როგორ ჯამდება ყველაფერი. გაჟონილი ტექნიკური მომსახურების ანგარიში მიჩნეული დანაკარგების პროგნოზები, წარმოების მაჩვენებლები, ექსპორტის კოლაფსი, ინდუსტრიული ვალის კრიზისი, სამუშაო ძალის დეფიციტი და სამოქალაქო ავიაციის ჩამოშლა. რუსეთის ავიაპარკმა მოახერხა ომის წაგების დაწყება, მაგრამ ეს ძირითადად მოწინააღმდეგის გამო არ მოხდა. უკრაინელი პილოტები უფრო მეტი მისიის შესრულებაში უკეთესები არ არიან. ამის ნაცვლად რუსეთი თითოეულ თვითმფრინავს შესაძლებლობის ზღვარს გაცილებით ცდება. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაასრულოს ომი, რომელიც ფაქტობრივად მეორე წლის ბოლოს გაჩერდა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ კოლაფსს უსასრულოდ ვერ დამალავს. თითოეული ძრავის, მარცხის ან ჩამოგდებული თვითმფრინავის შემდეგ დანაკარგები გაგრძელდება და უკრაინის სადაზვერო სამსახური უკვე იმდენად გამოცდილია მათი გამოვლენაში, რომ დარწმუნდეს, ყველა შემთხვევა აღრიცხული იყოს. ერთადერთი კითხვა ახლა ის არის, რამდენი თვითმფრინავი დარჩება ფლოტში ომის დასრულების დროისთვის. მაგრამ რუსეთის ჩამოშლის რეალური მიზეზები მის საჰაერო ძალებს არ შემოიფარგლება. მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ეს ვიდეო. და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ მიიღოთ უფრო სიღრმისეული ანალიზი უკრაინის ომისა და გლობალური სამხედრო საკითხების შესახებ.